სტაჟირება საჯარო სამსახურში სამთავრობო ინიციატივის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სატყეო ფაკულტეტის 20-მდე სტუდენტი ორთვიან სასწავლო კურსსა და სავალე პრაქტიკას გარემოს დაცვის სამინისტროში გაივლის. სწავლის დასრულების შემდეგ მომავალი ტაქსატორები ეროვნულ სატყეო სააგენტოში დასაქმდებიან და ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ტყეების ინვენტარიზაციის პროცესში ჩაერთვებიან. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ სატყეო ფაკულტეტის კურსდამთავრებულ სტუდენტებს ტყის ტაქსაციაში გადამზადების სასწავლო კურსის დაწყება პირადად მიუღოცა. საქართველოში 20 წელი არ ყოფილა ასეთი რამ. რეალურად ჩვენ ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ავირჩიეთ ტყის ინვენტარიზაცია, ზოგადად ტყის მოვლა. ამიტომ სატყეო დეპარტამენტის და სამინისტროს განათლების ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით დაიწყო პროექტი. ვფიქრობ, რომ ამ ტიპის ინიციატივები რეალურად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. აღნიშნული პროექტი მოგვცემს საშუალებას რომ მოვამზადოთ ახალგაზრდა კურსდამთავრებული მეტყევეები, როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ ცოდნაში და იგეგმება საველე სამუშაოები ტყეში, ველზე გასვლით, ამ ინფორმაციის გადატანა კომპიუტერულ პროგრამაში, რომელიც შემდგომ მოგვცემს საშუალებას ტყის გრძელვადიანი მართვის გეგმის შედგენის.